მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და ათავრია კარგი განწყობა. დავიწყოთ არა, კეცავთ, აკით-იქით, ფიქრობთ და დაგვეწყოთ ჩვენი ფიქრების ნაკადები და ასე შემდეგ. რაც შეეხება 5-10 მაილის შემდეგ უკვე მანქანა ჩაჯდა ფორმაში, ესე იგი უკვე ვგრძნობთ ყველანაირად, უკვე ასე რომ ვიტყვი, ან უკვე ჩავჯექი ფორმაში. უკვე გავიარე 500-600 მაილი, უშედეგდე და ერთ სიტყვით ოლურ ამბავში უკვე ფორმაში ვართ ჩამჯდარი. დანარჩენი ახლა ვიმყოფებით ნებრასკაში. წავალ კოლორადოში, სანამ ზამთარი მოვა, შეიძლება იჩვენი საოცნებო, ასე ვთქვათ, როდეო უნდა ვნახოთ, როდეო ორი გზა მაქვს, შეიძლება ვაიომინგიდან წავიდე და მეორე არის კოლორადოდან. ეხლა საერთოდ ძღოლები ჩვენ კოლორადოში ხო მაგარი მთებია და ვერ იდებით ხოლმე. მან დასვლა სიტყვა აღმართი, მაგრამ იმდენად სუბუქი ვარ, სულ რაღაც 5000 ფაუნდი. აქედან გამომდინარე, ვაიომინგიდან აღარ წავალ, ვაიომინგიდან 80 მაილს მოვიგებ თუ კოლორადოზე წავედი და პლუს იმედია იმ კოლორადოში რაღაც საინტერესო რაღაცას გადავეყრებით და განსაკუთრებით როდეო გვინდა, სანამ არ აცივდა და მზები არ დაიკეტა. ასე თქვათ, რაღაცა გეგმა უკვე გადავლახეთ, მაგრამ მეორე მომენტია, გახსოვთ ალბათ მე რო თვითნავში ვიძექი და რაღაცა როგორც სპორტსმენი მეთქი განწყობას გვინი მუშაობის მხრივ, ეს პრობლემა ასე თუ ისე გადავლახეთ, მაგრამ ეხლა უკვე მეორე მომენტია ფიქრების პრობლემა. ეხლა ჩამოვაყალიბებ რას გულისხმობ ფიქრების პრობლემა. ზაუნებურად ეხლა ადამიანები ყოველთვის ფიქრობთ 1000 რაღაცას ხო, განსაკუთრებით აქ მანქანაზე და ჩვენი სტილიდან და ჩვენი არხიდან გამომდინარე, ყოველთვის ვეხებით სხვადასხვა თემებს. რაც თავში მოგვა, ან თუნდაც მეგობრებო თქვენ რა თემასაც მომაწვით და ფიქრობთ, ანალიზებთ ჩვენები და გვარა და საერთოდ ჯამში ჩვენი არხი რატო ხდება ეს ანალიზი და ეს ფიქრები, რომ გავაკეთოთ ბევრი კარგი საქმე. ჩვენი ლაპარაკიდან, ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი მაგალითებიდან მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, თუ ადამიანები სარგებელს გამოიტანენ, რა ჯობია მაგას და უბრალოდ უშუგრეხურად, რასაც ქვია, გავაკეთოთ კარგი საქმე. წინა ვიდეოში რო გავცოთ ის რეპერი რო იყო, ხო? რას ამბობდა მე ჩემი სიმღერებით და ჩემი მოქმედებებით სულ მინდა კარგი ლარი, ხო, ლარი. კარგი საქმეები გავაკეთო და ხო, ისე მაგარი სიტყვებით თქვა რა და ფაქტობრივად ეს ფორმულაც არის და ისე როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, ის ლარი გუმი გახდება ცნობილი რეპერი, როგორ ფიქრობთ, რაღაც ცოტა ისეთი აქტიური ტიპი იყო, 38 წლის ასაკში, მაგრამ 4 ალბომი მაქვს გამოცემულიო და ერთი მე უნდა შევიდე, ერთი მოусმინო რა სიმღერები აქვს. სიმღერები არ ვიცი, მაგრამ ტიპი რო კეთილი იყო და სიკეთეს აფრთხევდა, ეს ფაქტია. მათაშორის 2 დღის წინ დამიკავშირა ჩემი მეგობარია, ჩვენი ფოლოვერი, თბილისის მუშაობს და რატომაც ისეთი სიტყვები მითხრა სიკეთის და რომ ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს და კეთილი საქმე უნდა აკეთოს და რაღაცა მიწერ-მოწერა მქონდა და უსვათ გამახსენდა ამ ლარის სიტყვები. მეთქი ლაშა მეთქი, ლაშა ქვია ამ ჩვენ მეგობარს. აი ხა შენ რაც მითხარი მეთქი ზუსტი წერტის ამბობს მეთქი ლარი მეთქი და აი ალბათ მე რო გადავუგზავნე და ის ელოდებოდა იმას და ისეთ მამიდა რომ რა არის ჩვენი ცხოვრება. კი, რაღაცას ვთქვით, რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ფასდება ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმეები. ხოდამით ამბები მე ერთი თხოვნა მაქვს რომ ყოველთვის მოგცეს იმდენი საშუალება და ქანისა ენერგია და мотивация რომ ვაკეთოთ კეთილი საქმეები. არა აქვს მნიშვნელობა სკოლი იქნები, ექიმი იქნები, მასწავლებელი იქნები, ჩვეულებრივი მუშა იქნები, თუ რა ვიცი პოლიტიკოსი თუ დიდი თანამდებობის ადამიანი. აჯობია მაგას რომ სიკეთეს აკეთებ და სიკეთეს აფრთხებ. თოვოთ უფარს რომ მაგის საშუალება ყოველთვის გქონდეს.
ეხლა თქვი რომ ფიზიკურად და იმად მოემზადე, მაგრამ მეორე ფიქრების განწყობას ვაკეთებ მეთქი და რა ვიგულისხმენ. საერთოდ ადამიანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხო ადამიანი თავისი უნდა იშოვოს, ბავშვები გაზარდოს, რაღაცა, მაგრამ გამორიცხულია თუ უნდა რომ შედეგზე გავიდეს, აუცილებლად უნდა განსაზღვროს მის გარშემო სიტუაცია. რაც გულისხმობს ეხლა მოდაშია თქვა გარემოება, ან კონტექსტი ამ ხომე, ან პოლიტიკა. ესე იგი პოლიტიკა ცუდია თუ კარგია, სამწუხაროდ ჩვენ უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს და ადამიანი რომელიც ცდილობს რაღაც წარმატებას მიაღწიოს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს რა გარემოებაში ტრიალებს, რასაკეთებს, რა ხდება გარშემო. ეხლა შეიძლება მაღალ ფარდოვანი სიტყვა იყოს, მაგრამ ამას ქვია პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და უბრალოდ ვიტყვი გარშემო რა ტრიალებს და როგორ ტრიალებს და იმ სივრცეში უნდა იყოს შენი ადგილი. უბრალოდ არ დაზარალდე. აი ხა ხშირად გაგიგია თქვა ამ ხანაგები ადამიანები, აბა მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ის არ მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე. რაღაც აბსურდია, ხო, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავის საქმე, მაგრამ ეხლა ჩაიკეტო და დაიბოჭო და შენთვის იყო ასე და გარშემო რა ხდება და როგორ ხდება და არ მიაქციო ყურადღება. ჩემი აზრით, ალბათ თქვენ დამითანხმებით, ეს არ არის სწორი პოლიტიკური ხედვა, თვითონ ნეიტრალურია, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც გარიყულივით ახლა და თითქოს არაფერი არ გაინტერესებდა ადამიანს, არაფერი არ აინტერესებდა, მით უმეტეს შენი ქვეყნის და გარშემო მიმდინარე პროცესები. მაშინ რა არის, მაშინ ჩვეულებრივი ცხოველივით გამოდიხარ, მარტო ჭამას ვა და მეტი არაფერი. არ ვიცი, ეს ჩემი პირადი აზრია, არავის მე თავს არ ვახმოვ, მაგრამ მომის სწორს ვამბობ, რომ ადამიანს რო არ აინტერესებს გარშემო რა ხდება და იძახის ეს ჩემი საქმე არ არის და ყველამ თავის საქმე აკეთოს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს გამონათქვამი ყველამ თავის საქმე აკეთოს, ეს სწორი გამონათქვამია, მაგრამ შენი საქმე უნდა აკეთო, მაგრამ რა ხდება იქა შეიძლება შენ პროფესიონალურად შენ არ გეხება, პროფესიონალურად შენ მაგას რჩევას და იმას ვერ ეთქვი, მაგრამ არის ისეთი თემები რომ ეხება და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკა და საერთო სიტუაცია. ეხლა პოლიტიკაში იმდენი მრავალფეროვანი მიმართულებებია, ინტერესებია, სიბიძურეებია, გასაგებია ადამიანს არ უნდა ასეთ რაღაცეებზე იფიქროს, უბრალოდ არ შეეხოს, მაგრამ გამორიცხულია შეგეხება. დღეს თუ არა ხვალზე შენ თუ არ შეგეხება, შენ შვილებს, შენ შვილიშვილებს შეეხება და რასაც ქვია ქვეყანაზე ფიქრი და მომავალი, იმიტომ რომ ადამიანი რაც არსებობს და ადამიანმა რაც შექმნა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები ყოველთვის ეხება. და რამდენი სახელმწიფოა ეხლა წარმოიდგინეთ 200 სახელმწიფოა მსოფლიოში. მით უმეტეს ამ გლობალურ სიტუაციაში, სადაც საზღვრები გახსნილია და დავდივარ და მივდივარ და მოვდივართ, კიდე არ გინდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას რო განიხილავ გეოპოლიტიკური ჭრილში დაფიქრდები რომ ელემენტარულად გინდა არ გინდა და დაფიქრდები აუცილებელია რომ დაფიქრდები მით უმეტეს როცა არის ტელევიზორი, როცა არის ინტერნეტი და როდესაც ხედავ სამყაროში რა ხდება და ამ ცვლილებებში გინდა არ გინდა სწორი გადაწყვეტილება და სწორი მოქმედება უნდა გონი ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ მე ახლა საქმეს ვიტყვი. აი ამ ნალაპარაკებიდან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა და რეალობაა, რომ ეს ქვეყანა გეოპოლიტიკაზე მოქმედებს, გინდა არ გინდა ასია. და ძალაუნდებურად რაც ამერიკაში ხდება, ტალღისებურად გადადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს ფაქტია, ვერ უარყოფ. და ამ ქვეყანაში რომ ვიმყოფებით, კი, ჩამოვედით რომ ერთ-ორი კაპიტი ვიშოვოთ, მაგრამ თან მით უმეტეს ჩვენ როგორ ინტერესიანი ტიპები ვართ და გინდა არ გინდა უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ ქვეყანაში, სულ პოლიტიკურ სიტუაციაში. და რა ხდება, რატო დავიწყე ამდენი საუბარი, მინდა შევეხო, აი ხლა თქვენ იცით წინა ვიდეოში ხო თქვი რომ აი როგორ უსმენდა ყველაფერი დილიდან საღამომდე, დილით აუცილებლად ფოქსილი
CNN-ი და პოლიტიკურ სიტუაციას ვეცნობი რა ხდება ქვეყანაში და ამჟამად ამერიკაში მარტო მაგაზე ლაპარაკობენ. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ შეაფასებს სწორად და კარგად. იმიტომ რომ ჩვენთან როგორ არის რომ აი დასავლეთი გვიშველის, ამერიკა გვიშველის, ის გვიშველის, ეს გვიშველის. კი, რაღაცა გავლენა არის, მაგრამ საერთოდ ჯამში ყველას აქვს თავისი ინტერესი. როგორ ამბობენ ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ არის მეგობრობა, პოლიტიკაში არის ინტერესები. რა თქმა უნდა, მეგობრობა კარგია, მაგრამ სახელმწიფოებრივი პროცესები რო ხდება და გეოპოლიტიკური ინტერესები რო ხდება, მეგობრობა და ასეთი ჰუმანური ხედვები არავის არ აინტერესებს პოლიტიკაში, ყველა ქვეყანას აინტერესებს თავისი გეოპოლიტიკური და თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია. და შენ რო ხარ პატარა ქვეყანა და ამხელა ლომებში და დიდი ლომები რო წვითავენ თავის თავს, იქ უნდა იყო ძალიან ბრძენი, წყარი, შუა უნდა დააკვირდებოდნენ ყველაფერს და უნდა იქცეოდნენ რაციონალურად. იმიტომ რომ საერთო პოლიტიკაში დიდი ქვეყნები წვითავენ ყველაფერს და პატარა ქვეყნები უკვე უყურებენ მიმდინარე სიტუაციას და ჩვენც მეც ასე მიმაჩნია, რომ ჩვენ არა ვართ ეხლა დიდი ქვეყანა და ყოველთვის უნდა ვიყოთ დამკვირვებლები და დაკვირვებიდან უნდა გამოვიტანოთ ცნობილი დასკვნა, რომელიც შენ არ დაგაზიანებს. მაგრამ რა სიზავ, მერთმა ასე გაგვაჩინა და მერთმა გზაც გვაჩვენა, რომ ხარ პატარა, რომ ხარ პატარა დასახლებული ქვეყანა თუ ერი, უნდა იყო ძენი, რომ დიდ აღარ თამაშებში ამ დიდ ლომების და დიდი სპილოების შეკინებაში არ გაიჭრიდო. ეხლა ამ დიდ პოლიტიკურ თემებზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენ ახლა ამერიკაში ვართ და აქაურ სიტუაციას განვიხილავ. ესე იგი რა ხდება? ამერიკაში არის შატდაუნი. საინფორმაციო ამერიკის საინფორმაციო CNN-ი, Fox-ი რო ჩართავა, დაგნარი პიტის, აი არ გაჩერებულა მარტო პიტის მაგარი ჯგუფები, დისკუსიები და აი ვის ახსოვს შენი უკრაინა, ვის ახსოვს შენი რუსეთი, ამათ აქვს თავიანთი ინტერესი, იმიტომ რომ შატდაუნი მეგობრებო ხა აქვს რა არის? შატდაუნი არის ყველა სახელმწიფო წლის ბოლოს იღებს ბიუჯეტს რომ ამტკიცებს, მე ამ ბიუჯეტის არ მიხედეთ, ბიუჯეტი იცით რაც არის, რაღაც გარკვეული თანხა რაც სახელმწიფოში შედის, მე ხელმძღვანელობამ, აღმასრულებელმა ხელმძღვანელობამ ეს ბიუჯეტი უნდა გაანაწილოს და მომავალ წლამდე ეს ინტერესები და ეს სახელმწიფო ხელფასები, სამართლებრივი პოლიცია უნდა დააფინანსოს, რომ ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება. და ამერიკაში ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ, აქედან გამომდინარე ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ, ყველაფერი გაჩერებულია, გულის ხელფასებს არ იღებენ, გაუშვეს თანამშრომლები, ესე იგი ფედერალურ მმართველობას რაც ეკუთვნის მიზეზის, ეს არის მუზეუმები, სერვიზები, პოლიცია, ჯარი, რავი, 1000 რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე ზის და ამ ადამიანები ხომ მუშაობენ, ბიბლიოთეკები, ხომ მუშაობენ, რამდენიმე უნივერსიტეტი. ხელფასი ხომ უნდა მიცე ადამიანები, მაგრამ ვინაიდან ბიუჯეტი არ არის მიღებული, ხელფასს ვერ აძლევენ და 25 დღეა გრძელდება. და წარმოიდგინეთ, ეხლა ამერიკაში შენ თითქმის ერთი თვე შემოსავალი რო არა და ამ კაპიტალისტურ სამყაროში როგორ იქნება და რა ძნელია და აი ამაზე მიდის მთელი დისკუსიები, ხო, სენატორები და კონგრესმენებიც იღებენ ამ ბიუჯეტიდან ხელფასს და ამ კაპიტალურ სამყაროში ხელფასი რო არ გექნება, ვის რაში ახსოვს უკრაინა, ვის რაში ახსოვს საქართველო, აფრიკა, იმიტომ პირველი პრობლემა რაც შენთან არის ახლოს და აი მთელი ამერიკა ამ შატდაუნს შეხურებს. ესე იგი, რა ხდება? კონგრესი
და სენატი ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს, ესე იგი პრეზიდენტი არ ეთანხმება და აი ეს კამათი პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ვერ შეთანხმებულა. ასეთი ისტორია ამერიკას ხშირად ახსოვს. ქონიათ ასეთი შემთხვევები, მაგრამ გაგრძელებულა ეს შანდაუნი პრეზიდენტთან კონგრესი არ შეთანხმება 3 დღე, 4 დღე, მაგრამ ყველაზე დიდი შანდაუნი გრძელდებოდა 25 დღე ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ეს იყო 2018 და 2018-19 წლებში, აი სანამ პანდემია იქნებოდა. 25 დღე გრძელდებოდა და მე მახსოვს უკვე პრობლემები შეიქმნა მაშინ სახელმწიფოებში ახლა ხელფასი არ იყო, ხო? და ეხლა დღეს უკვე 26-ე გრძელდება, არა, ბოდიში იმის ტრამპის დროს გრძელდებოდა 35 დღე. 35 დღე და დღეს უკვე არის 25 დღე. ეს ძალიან სერიოზული თემა, იმიტომ რომ ჩართავ თქვენ აი CNN აი ლამის დააყარო, აი კორექტულმა ამერიკელებმა დააყარო ეს თვითის დებატების საშინელი და პირი არ უჩანს რომ რამეზე შეთანხმდა. მოგეხსენებათ დონალდ ტრამპი საკმაოდ ცვალებადი პიროვნებაა, მას ვერ იტანენ ეს ლიბერალური მხარე დემოკრატები და ტრამპი გამოდის და ყველაფერს აბრალებს დემოკრატებს, განძღავს უკანასკნელ სიტყვებით იხსენიებს და რაღაც ერთი კვირის წინ მის საწინააღმდეგოდ 6 მილიონი ადამიანი გამოვიდა და რომელიც ასე ჩვენ არ გვინდა მეფე და აქტიურად როგორც ჩვენთან არის ხო რაცა უნდა გააკეთოს ოცნების მთავრობამ კარგია თუ ცუდი ყველაფერს აკრიტიკებენ იგივე აქაც დემოკრატები და ლიბერალები ტრამპი გამოდის და იძახის რომ არ მაძლევენ რომ დავამტკიცო ბიუჯეტი და გადადის ამ დემოკრატებზე და გამოვიდა ხმა რომ რატომ მიდის ახლა კამათი ახლა ტრამპი იძახის რომ მე არ მჭირდება ბიუჯეტი დავაფინანსო უკრაინის ომი მე არ მინდა რომ ეს თანხები წავიდეს შეიარაღებაზე უკრაინის და მე მინდა ომის დამთავრება აი აქ უკვე დემოკრატები მაგრა ეწინააღმდეგებიან და აი ბოლო ჩამოსვლა ხა ზელენსკი რო ჩამოვიდა და იმის იმედი ქონდა რომ ტომაჰავკებს მისცენ ტომაჰავკები იცით ხო ეს ისეთი იარაღია სადაც შეიძლება ატომური კომბინი მიამაგრო და ამას ძალიან ცუდი შედეგები გეყოლა ტრამპა ძალიან ცივი უარით გაისწორა ჩვენი ზელენსკი და უნდა შეხვედრა პუტინთან რომ მოილაპარაკოს და იქაც ვერ იგდებიან და მე ჩაიშლება უნგრეთში ხონა პუტინი უნდა ჩასულიყო მაგრამ არ იცის რა მოაგვაროს და აი ესეთ ორი ტრიალშია და ტრამპი მოგეხსენებათ ეკონომიურად მიუდგა ყველაფერს და ყველაფერში შეჭა ყველაფერი ეკონომიაზე გადავიდა და ამ სამხედრო ბიუჯეტზე აქვს მაგარი დაგდარი თავისთავად ეს რესპუბლიკელები და დემოკრატები აი ლამის ხელჩართულ ჯგუფებში გადავიდნენ ხა თუ გადაავლეთ ასე ხა მე მარტო რადიოს უსმე და ლამის ერთმანეთს დააყარო და ისეთი შეურაცხყოფები მიდის, ისეთი გიჟობები მიდის, აი ესეთი გაკურვებული უსმე და რა იქნება ღმერთმა იცის. ამასაბოში ყველაფერი გაჩერებულია, აი საიმიგრაციო სამსახური გაჩერებულია მუზეუმები და ხალხს ელემენტარულად ფული უნდა. ეს ახლა თავისთავად უკვე ჯაჭვურად გადავა ადამიანს ფული რო არ აქვს, აწავა მაღაზიაში და ზედმეტ რაღაცას არ იყიდეს და მე ხვალიდე დღეზე ხუნდა იფიქრო და საკმაოდ აი დაძაბული მდგომარეობა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ტრამპიც რო თავისებური ტიპია, დილით ერთს ამბობს, შუა დღეს მეორეს, საღამოს მესამეს და აი ესე ცვლის, აი ძალიან გაუკვეველი სიტუაცია. ეხლა ვინ არის მართალი, ვინ არის მწვანე? ეხლა მე როგორც უბრალო ადამიანი კი უყურებ, მაგრამ მერც მაიცის იქ სიმაღლეებში რა ხდება. ავიდავთ ასეთი აწყობილი ქვეყანა, უკვე ეს სტრესები და ემოციები თავისთავად მოქმედებს და უკვე იცნობა კიდევაც. ახლა მე რა თქმა უნდა მანქანაზე ვზივარ და ესეთი ის არა, მაგრამ მაინც კრიზო სტრუქტურებში დავდივარ ხო ბიზნესიდან გამომდინარე, მაგრამ რასაც უსმენ ამ რადიოში და დინარე პროცესებს, აი როგორ გითხრათ და აი ხوارი ადამიანს თავი წინასწარ რაღაცას ფიქრობდა რაღაც აქ არ მეუნება რაღაც არ ვიცი. თუ ეხლა ტრამპს უნდა მაგას რეკორდები და ნობელის პრემიები და რაღაცები უნდა რომ
25 დღეზე მეტი გააკეთოს და რეკორდი შეიყვანოს, რა ქვია, ამერიკის ისტორიაში შევიდეს როგორც რეკორდსმენი. არ არის გამოროწილი, იმიტომ რომ ეს შოუს ელემენტები და ეს რაღაც ნარციზული მომენტები ჩემი აზრია, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ალბათ ამეთანხმებით ამერიკის პრეზიდენტს ახასიათებს. ასეთი სიტუაცია რო არის, გადავხედე ამერიკის ისტორიას და რეიგანის დროს ყოფილა ძალიან ბევრი შატდაუნი, და რეიგანი ხო ძლიერები მათითვლება პრეზიდენტად. და თავისი რეფორმების გამო რამდენჯერმე 8 წელი იყო რეიგანი პრეზიდენტი და 5 თუ 6 ძალიან დიდი მკაცრი შატდაუნები იყო და ასე თუ ისე გამოსა. თუმცა გავიდა წლები და მაშინ ხო რეიგანს აგინებდა და ეხლა ამჟამად რეიგანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად. მაგრამ დღევანდელ დღეს რომ ეს ბრძოლა მაგრამ მიდის და ამ ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს ქვეყანაში ეს ფაქტია. იქით ევროპა ეწინააღმდეგება, აკეთში და პოლიტიკიდან გამომდინარე ეწინააღმდეგებიან ტრამპს და ეს ყველაფერი გადადის ბიუჯეტის დამტკიცებაში. ბიუჯეტი ჭაჭურად გადადის უმეტ ხალხის კეთილდღეობაზე. თუმცა შატდაუნის დროს ეხლა კითხვი, მაგრამ პოლიცია და ჯარს და პოსტას მაინც აძლევენ თანხას, მაგრამ დანარჩენები რაც კი ფედერალური მას ეკუთვნის, ყველაფერი აკეტილია და არაფერი არ მუშაობს. მაგრამ ჩვენ მუშაობთ კერძო სტრუქტურები და იმედია, სულ ამავისლა მეგობრებო. შატდაუნი კარგია, ვესტეიშენები არ მუშაობენ, თუმცა ვესტეიშენებიც ის ყოფილა ფედერალური დავისა, რა ქვია, დაფინანსების ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებს ვესტეიშენებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ახლა გავიარე, მეთქი და ხომ ვიცოდი რომ მაგარი შემოწმებებია, ერთი 10 ვესტეიშენი გავიარე და 10-ვე დაკეტილია. აი სად გამოგვადგა ეს შატდაუნი. სანამ შატდაუნი იქნება, ძღოლები რო იტყვიან, გულავთ. ეხლა იმდენი დებატები მიდის, ეხლა უსმენთ, ეხლა ებრაელები ხო დიდი კაპაციტეტებით უყურებენ თავისი პალესტინის ამბებში და ამერიკას არცალია მაგათთვის, როგორც ეხლა უკრაინასთვის არცალია და ყველა მთელი ფულადობარი აქ გადმოსული, მაგრამ ესენი მთელი მსოფლიოს უყურებს ამ შატდაუნს. ფული უნდათ და ვერ არყევენ. იმედია გაარყევენ და ჩვენც გვინდა ეხლა ბუნებრივია შფოთი და არეულობა არავის არ უნდა და იქიდან გათვალისწინებით რომ ამერიკას ეს გამოცდილება აქვს, ადაილახება ეს პრობლემა და შეგვიძლია ბიუჯეტი ამოქმედება, რაღაცა შეთანხმებას მიიღებენ და ისევ ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ რელსებს. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ მეგობრებო, სიმშვიდით, სიწყნარით, დაველოდოთ სიტუაციას და უფალი რას გვეუბნება, ყველაფერს არ თავისი დრო. დავრია წყნარად შვიდად, ვაკეთოთ ჩვენი საქმე. განაჩენობრები იქიდან გამოვიდა გასმებს და ჩვენს თავისუფლად სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. კარგი თაბად, აი ამის თქმა მინდოდა ჩემო მეგობრებო, შემებურად განვიხილე ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. მე რა განვიხილე, რაც არის იმას ვამბობ. ჩვენ კიდევ ნახოთ და იმის იმედით რაღაცა საინტერესო შეგვხდება. აქა ვარ და გადავიღებ არა ვიდეოს და ყოველ შემთხვევაში შევეცდებით რომ უარყოფითი არ ვიფიქროთ და დადებითად დავიმუხტოთ და დადებითად მივუხმოთ. კარგად, აბა შევხვდებით მომავალ ვიდეოებში.